მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ზანავის გამგებელი ამირან მიქელაძე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ხოლო კიდევ ერთი პირი ქრთამის აღების დახმარების ფაქტზე ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დაკავებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10,000 აშშ დოლარი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის რომ ამირან მიქელაძე დააკავეს ინფორმაცია გუშინ რამოდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ მოგვაწოდა და ადიგენის მერიამაც დაგვიდასტურა. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს გუშინვე დაუკავშირდით, თუმცა მათგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ასევე ჩვენ დაუკავშირდით დაკავებულის ნათესავს, რომელმაც ჩვენთან საუბარი არის ურვა. ვფიქრობ, რომ კანონმა უნდა იმოქმედოს, გვეუბნება ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე. როგორ შეიძლება დღეს ესეც იმაშია, ესეც მდგომარეობაში არის ჩვენი სამართალდამცავები 100 თვალი 100 ყური. ამას რო კაცი გამედავს კიდევ, ვფიქრობ, რომ კანონმა უნდა იმოქმედოს. სამწუხაროდ ამასთანავე ერთად თვითონ ინსტიტუტის გაენანძდა, რომელსაც არავითარი უფლება არ ჰქონდა მას, ჯერ ერთი რა უფლება ჰქონდა სახელმწიფო მიწა გაესხვისებინა, ან რაჭყვას ემსახურებოდა მაგისი გადაწყვეტილება, ამასთან დაკავშირებით ახსნა არ აქვს. ზანავის გამგებელთან ერთად ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი სამების გამგებელიც. როგორც საგამოძიებო სამსახური წერს, დაკავებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტის დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რა პოზიცია აქვთ წალკის მერიაში? უწყებასთან დაკავშირებას ვცდილობდით, თუმცა მერი ილია საბაძე ჩვენ ზარებს არ პასუხობს. როდის გაიმართება დაკავებულების სასამართლო პროცესი? თბილისის საქალაქო სასამართლოდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. დააკავეს ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი და 7 ბრალი წაუყენეს. ნაწილს ციხეში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 2 საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს განცხადებით, ბრალდებულები თბილისში სხვადასხვა უბანში გადაადგილდებოდნენ მოქალაქეებს მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკით ცესხების გააქტიურებას აიძულებდნენ, შემდეგ კი თანხას საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდნენ და უკანონოდ ეუფლებოდნენ. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს ეგრეთ წოდებულ ქურდულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მათ შორის ფიგურირებდნენ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები ლევან მარღია და ნოდარ შუკაკიძე. ამავე წყაროს ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფების წევრები მოქალაქეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.